მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია განაცემა ყოველდღიური აბები ვასილ გოდიშვილისგან და მე განაცემის სამყარო ვასილ გოდიშვილი გახლავართ. სერგო, შენ იცი რომ ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის? ამ შენს რას? ხო, განსხვავება კია ეხლა. სექსისტო შენა. ჩემი აზრით, რა ქვია, მამაკაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება და მას დეტალებს, მცირე დეტალებს, რომელსაც ბატონო კარგი, ნუ გადავართ. არა, მე ვლაპარაკობ ესე. ჯერ დამამთავრებინეთ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ქალებს აქვთ თვისება გლობალური აზროვნების გარდა, მიაქციონ ყურადღება დეტალებსაც, რომელსაც ხანდახან მამაკაცები ვერ ამჩნევენ მეთქმი. ამის თქმა ეს არის ჩვეულებრივი სექსიზმი, რომ კაცები უკეთესად აზროვნებენ, ან თუნდაც სხვანაირად აზროვნებენ. ამიტომ ქალბატონები გჭირდება პარლამენტში. რაზე მეჩხუბებით არ მესმის, რა ვთქვი ისეთი. რატომ მეჩხუბებით? იმიტომ რომ შეურაცხყოფას გვაყენით მთელ ქალებს. მოკლედ, რagazzo, რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ქალი და კაცი ერთია და ნებისმიერი განსხვავება არის სექსიზმი? დიახ, 300 კაციან ქორწილს რომ ამბობენ, სინამდვილეში უნდა იყოს 300 ქალკაციანი და საკაცეს ნაცვლად უნდა იყოს საქალკაცე. დედაკაცის სინონიმი უნდა იყოს მამაკალი და საერთოდ ეხლა ტუალეტებზე ქალის სიმბოლოდ ქოლგარო არის გამოსახული. რა სექსიზმია ეხლა ეგ, ეგეც სექსიზმია? რა ეხლა კაცი არ ატარებს ქოლგას? მოკლედ რა ეხლა თუ იმას სიტყვით კაცებს გლობალური აზროვნება აქვთ, სექსისტები ხართ. თუ იმას სიტყვით რომ კაცებს გლობალური აზროვნება აქვთ და ქალებს გლობალურიც აქვთ და დეტალებზეც ორიენტირებული არიანო, მაინც სექსისტები ხართ. რას ქვია რატო? რატომ და ეგრე გამოდის რომ ქალი კაცის თანასწორი კი არა, უკეთესია კაცზე? ნუ რას უკაცრავად? ქალი კაცის თანასწორია და მეტი საქმე არ გვაქვს ახლა ისა. ქალები კაცებზე უკეთესები იყვნენ. და საერთოდ ეხლა რო უყურებ, სულ ტყუილად ვატყდა ახლა ეს ამბავი. კაცმა რომ თქვას და ქალმაც ცხადია. აღარ შემიძლია რა აიღეთ ისე ვის პრემიებიც, დანამატებიც, ბონუსებით, დავიწვი კაცო თქვენი საწოდაობით. ხან იქიდან მოუარეს, ხან აქედან, რამენერად ცოტა მეტი ფული რომ აიღო. აი ძმაო, გამოვიდა სვანი კაცი, პირში და პირდაპირ მთქმელი და თქვა, მე მაგალითად მივესალმები რომ ყველა მიიღოს ისე, რაც ეკუთვნის. მაგრამ ჩვენ პარლამენტის წევრებმა ხომ გავანახევრეთ მაშინ ის დანამატები. მაშინ მათაც გაანახევრონ ვინც იღებს. თუ ყველა ღებულობს, ჩვენ არ უნდა მივიღოთ? თუ მარტო მაგალითი უნდა მივიცეთ და ამ მაგალითით ისინი ღებულობდნენ და ჩვენ არა? დიახ ბატონო სოსო, დიახ, ჩვენ გვინდა რომ იქიდან იმას გიქნათ და თქვენ იმას აქედანაც იმას უკნათ. მე მესმის თქვენ. აბსოლუტურად მესმის. დიახ. თქვენ მარტო იმისთვის გეკუთვნით პრემია, რომ პრემია გაინახევრეთ და ბრწყინვალე მაგალითი მიეცით სხვა ჩინოვნიკებს. აი თუ იმ მოტივით აიღებთ განახევრებული პრემიის 4 კოდენობას, რომ დიდებული ნაბიჯი გადადგით და პრემია გაინახევრეთ, დამიჯერეთ მე უკვე ნამდვილად აიღებთ თქვენგან მაგალითს სხვებიც. თორემ აბა ხა საბავშვო ლექსის პერსონაჟები როდემდე უნდა იყოს? სოსო, ჩემო სოსო, რაო, ჩემო მანანა? ეგ პრემია პრემიერმა ჩემთან გამოგატანა? მე რომ გია ბარამინძეს დავახალე მუშტები, დაბადების დღეზე რომ გავბერე მუშტები. აბა ასე ვერ გახვალთ მოსკაცო. მაქსიმუმ რამე ლექსი დაწერონ თქვენზე. ოღონდ ნოდარ დუმბაძემ კი არა. კოტე ყუბანეიშვილმა. სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, ჩვენს გვინდა პრემიები თუ კარგიაო. შენ ისთვის გაგინდაო? იცი რამდენი ხანია იბიარჩი არ ყოფილვარო? ბაია პატარაია საყოდურობენ, რატომ არ დაამთავრებინემ დეპუტატ სათქმელი? და რა სიტყოდა ახლა კარგს? სექსისტია და თან კაციო. გილოცავთ ხალხო, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა წინ. დიახ, თან იმდენად დიდი რომ ჩვენ კი არ შევედით ნატოში. თვითონ ნატო შემოვიდა ჩვენთან. ნატო შტაბინაში იმყოფება და საათზე მეტია ნატო შტაბინაში არ არის არც შუქი, არც გათხოვება, არც ინტერნეტი და კომუნიკაცია. როგორც განაცხადეს, ეს ყველაფერი არის ტექნიკური მიზეზების გამო. ვაშა, აი რა კარგად მუშაობს ჩვენი დიპლომატია. დღეს შუქი არა აქვს, ხვალ ორმოები გაჩნდება გზებზე, ზეგ ბაგეტის რიგში ჩადგებიან და ასეგაც. და მასე უკვე მიხვდებიან რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. და საერთოდ ეხლა ჩვენთვის რომ მოგებაზათ აქამდეც და დაგენიშნათ
ზოგადად ენერგეტიკის საკითხებში პლატინი ან ბეკენბაუერი არის ხდებოდით სიბნელეში. ახლა კიდევ სანამ მაგ პრობლემას არ მოაგვარებთ, აღარც მაპი გვინდა და აღარც რამე ისეთი, რაც მაპს ერითმება. აი ვისხდებით ჩვენ გაღუღუნებულ და გაჩახჩახებულ საქართველოში. რა კარგია როთბილა და რა კარგია დენი. რა ვიცი ახლა ხელებით მოგიყინებათ ან მაპის დატენვა მოგინდებათ, გადმოირბინეთ ხოლმე კაცო, დენი კი არ გვენანება. თან ჩვენ სულ სახლში ვართ, ისედაც გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახლში არ ვართ. სერგო, რას მიყურებ კაცო, მიდი სანამ ამ სისულელებს ლაპარაკობ, გაამზადე ბარგი დროზე. იქნება მოვასწრო და შევიპაროთ ნატოში, სანამ შუკი მოსულა ბიჭო. მიდი. აი სულ ეს დარდი მქონდა. ქართული ფეხბურთი ასეთ უბედურ დღეში როა, ქართველ ფეხბურთელებს ხომ არ უჭირთ მეთქი. კიდევ კარგი კაცო ეს სერიალი წავიკითხე. ქობულეთის შუქურაში ზოგი ფეხბურთელის ხელფასი მინისტრისას უტოლდება. თორნიკე თარხნიშვილს თვეში 5400 ლარი აქვს, გიორგი ჩელებაძეს 4500 ლარი. შუქურა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დოტაციაზე. მომეშვა გულზე კაცო. თუმცა ახლა იმაზე დარდმა შემიპყრო, რატომ შუქურაშია თამაშობ, ხო? და მაგას მგონი სხვადასხვა კახა კალაძეც დარდობს. რა მინდოდა მილანში მეთამაშე შუქურაში ხომ ექნებოდა მინისტრის ხელახელფასიო. თუ მაგას აქვს ისედაც მინისტრის ხელახელფასი. ხო, ოღონდ ახლა არ დაიწყოთ, რომ სახელმწიფო რატომ მიიხდის ასეთ გუნდებში ამ ხელახელფასებს. რა არ ფასდება გეკითხებით. ნახეთ ახლა შუქურა საქართველოს ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. რო დავაკლოთ ხელფასები და მე-6 ადგილზე გადავიდეს, მე რესად მიდიხართ ერთი, მაგრად მაინტერესებს. მე კიდევ ახლა მაგხელა ხელფასი მინისტრებს აქვთ. დიდი ამბავი. იქნება კარიერას რომ მორჩებიან ეგ ფეხბურთელები გადადიან ენერგეტიკის მინისტრებად, გუნდის სახელი შუქურა არ უწყობთ ახლა ხელს თუ რა? იქნება საერთოდ სწორედ მომავალ მინისტრებს ზრდიან მაგ გუნდში და ახლავე აჩვევენ კაი ხელფასს, ხო? მე თავში არა უვარდებ. საერთოდ ახლა ფეხბურთელი უნდა დაამაგრო ადგილზე რომ არ წავიდეს. აბა ხა ფეხბურთში რომ დარჩნენ, ან ხელფასი უნდა კონდეს კარგი, ან თამაში უნდა იცოდე. აბა ესე სად არის? გამჭრიახი ნატო ეუბნება საქართველოს. რა გინდათ ჩვენთან? შუქი ჩვენ არ გვაქვს, გაზი ჩვენ არ გვაქვს, ინტერნეტი ჩვენ არ გაქვსო. წყალი ხო გაქვთო? შუქურას ფეხბურთელები ატარებენ საპროტესტო აქციას კანცელარიასთან. მავანი ეკითხება, მინისტრის ხელახელფასები გაქვთ და მეტი რა გაგინდათო? რა და დანამატებიო? ეს გავთად განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება, საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს, ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდა პირველისგან.